გვიან ღამემდე გაგრძელდა რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიწყვნილი საპროტესტო აქცია. თვითორგანიზებული პროტესტის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ახლა როგორც არასდროს საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ბრძოლა სჭირდება. ვართ ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის ძალიან რეალურ საფრთხეზე. რა თქმა უნდა, ხალხს უფრო მეტად შეუძლია ამ ყველაფერს ორგანიზება, იმიტომ რომ ხალხი არის გულწრფელი. თავრობა არ არის გულწრფელი, რასაც დღეს გამოსვლებში ამბობდნენ, სინამდვილეში მაგ ყველაფერს ებრძვიან გმირებს, ებრძვიან ყველა ადამიანს, ვისაც ქვეყნისთვის რაღაცა კარგი გაუკეთებია, ვინც იბრძოდა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ყველაფერს ხაზი გადაუსვეს და მათგან ეს არ არის გულწრფელი. არც მანამდე ყოფილა, დანარჩენი ყველაფერში არიან ეგენი არაგულწრფელები, მათ არ სწამთ, არც ქართული სახელმწიფოებრიობა, არც ჩვენი გმირების არ სწამთ და შესაბამისად ხალხის ორგანიზებული უფრო უკეთესი გამოდის, იმიტომ რომ მთლად საზეიმო ეს ყველაფერი ჩვენთვის არ არის, აი ყველგან არის რუსული საქმეები გამოკრული, რაც დაუშავა და ჩვენ როგორც მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, ეს დამოუკიდებლობა გვაქვს დასაცავი და ისევ დავიცავთ ბოლომდე. საპროტესტო აქციას შეუერთდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. სიტყვით გამოსვლისას მან ჩამოთვალა ის სამი ნაბიჯი, რომელიც მისი თქმით ამ ბრძოლას გამარჯვებამდე მიიყვანს. ესაა საზოგადოების ერთობა, დასავლეთისა და პარტნიორების მხარდაჭერა და პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა. უკვე გამარჯვებულები ვართ. უკვე გამარჯვებული ვართ. იმიტომ რომ საუკუნეების მანძილზე საქართველომ ყველაფერს გაუძლო და მოვიდა დღემდე. და გამარჯვებული არის ერთი ქალი, რომელიც ყველას უძლებს და მას ქვია მზია და ის არის ჩვენი სახე და ჩვენი ღირსება. გამარჯვებულია, იმიტომ რომ არც ერთმა პატიმარმა თავის ღირსებაზე ვარი არ თქვა. რუსთაველის გამზირზე ევროპარლამენტარებიც იყვნენ, რომლებიც საქართველოში საგანგებოდ დამოუკიდებლობის დღისთვის ჩამოვიდნენ. ამის გამო კი მმართველი გუნდის კრიტიკა დაიმსახურეს. განსაკუთრებით კი ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ. სწორედ მან მიმართა სიტყვით რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს. ძვირფასო ქართველებო, თქვენს წინაშე დიდი პატივისცემით ვდგავარ და მადლობა შესაძლებლობისთვის, რომ ამ განსაკუთრებულ დღეს თქვენთან ერთად ვარ. თქვენ შესანიშნავები ხართ, ჩემი გმირები ხართ. ევროპაში ძალიან ბევრი ადამიანის გმირები ხართ. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ევროპარლამენტიდან ჩემი ბევრი კოლეგის მილოცვას გადმოგცემთ. თქვენ ბევრი ლიეტუველის გულსა და გონებაში ხართ. ქართველებს როგორც ლიეტუველებს ესმით თავისუფლების ფასი, ისევე როგორც მოლდოველებს, უკრაინელებს, ბელარუსებს. თქვენი ბრძოლა ჩვენი საერთო ბრძოლაა. ბრძოლა ევროპისთვის. ბრძოლა კოლონიური რუსული იმპერიის წინააღმდეგ. დიქტატორებს საკუთარი ხალხის ეშინიათ. პუტინია ის, რომელსაც რუსების ყველაზე მეტად ეშინია. ის მათ წამლავს. ლუკაშენკოს ეშინია თავისი ხალხის. მას ათასობით მოწინააღმდეგე ციხეებში ჰყავს გამოკეტილი. ასევე საქართველოში ერთ ადამიანს ძალიან ეშინია. მას დებიძინიზაციის ეშინია. ქართულ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ვიდეო მიმართვებით მიულოცეს დასავლელი ქვეყნების ლიდერებმაც. შეაქეს მათი ბრძოლა თავისუფლებისთვის და გააკრიტიკეს ქართული ოცნების პოლიტიკა. ძვირფასო მეგობრებო, მოლდოველი ხალხის სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. დღეს მინდა ქედი მოვიხარო თქვენი მდიდარი ისტორიის, თქვენი ურყევი ბრძოლისა და თქვენი ხალხის თავისუფლებისადმი ღრმა ერთგულების წინაშე. მოლდოვა თითოეული იმ ქართველის გვერდით დგას, ვისაც სჯერა დემოკრატიის, ღირსებისა და ევროპული მომავლის. ჩვენი მოგზაურობა ყოველთვის მარტივი არ არის, მაგრამ უმჯობესია ეს გზა ერთად გავიაროთ. საქართველო გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. ძვირფასო თავისუფლების მოყვარე და მამაცო საქართველოს მოსახლეობაო, გთხოვთ მიიღოთ ჩემი კეთილის სურვილები და მოკითხვა ესტონეთიდან. იცავთ თქვენს დემოკრატიას, თქვენს თავისუფლებასა და თქვენს ევროპულ მომავალს. ისტორიას ახსოვს ისინი,
ვინც თავისუფლებისთვის იბრძვიან და არა ისინი, ვინც შიშს ემორჩილებიან და დღეს მსოფლიო გაკვირდებათ მაშინ, როცა თქვენ გვახსენებთ თუ რას ნიშნავს გიყვარდეს თავისუფლება, კომფორტზე მეტად. თქვენ მარტო არ ხართ. მსოფლიოს ყველა კუთხიდან ადამიანები, რომლებიც თავისუფლებას აფასებენ, თქვენს გვერდით განან. განაგრძეთ ხმის ამაღლება, განაგრძეთ წინსვლა. ბრძოლა საქართველოს სულისთვის არის ბრძოლა ღირსებისთვის, სამართლიანობისთვისა და თავისუფალი მომავლისთვის. Come on, George. Happy Independence Day, Georgia. საპროტესტო აქციის ერთგვარი კულმინაცია იყო ფედერალისტების მიერ მომზადებული ფილმის ჩვენება. გამარჯვებამდე ერთი დღით ნაკლები რჩება. ასე ერქვა ფილმს, რომელიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ ქართველი ხალხის მრავალწლიან ბრძოლაზე ყვება. მოკლეს мама, სამი ძმა, მეუღლე, мама, დედა და მამა ჩემი და ჩემი ძმა. ჩემი მამამთილი, ჩემი ბიძა, мама ჩემი, ჩემი და ჩემი მეუღლის მშობლები, ბიძა და დედა, мама ჩემი, დედა ჩემი. მამა ჩემის უახლოესი მეგობარი, ჩემი мама, мама ჩემის დედა, ძმა, დედა, мама, ბიძა, ჩემი ძმა, მამა ჩემი, დედა ჩემი, ჩემი მამა, მეზობლები, დედა ჩემი, мама ჩემი, ჩემი მამამთილი და ჩემი ძმა, ჩემი და, ჩემი ნათესავები და ბებია ჩემი, ჩემი მეუღლე, მამა ჩემი, მამი და ჩემი, мама, დედა ჩემი, мама ჩემი და მამი და შვილი.